ესე იგი ჩანაწერი ზიარდება კოლეგებო, ის იდება როგორც ამ ჯგუფში თავისთავად დევს ეს ჩანაწერი, მოდით ახლა მე ცოტა ხანი გავაზიარებ. კიდე ერთხელ ყველას რო შევახსენოთ, ჩემ აი ესე მოჩანს ჩვენი შეხვედრის, ესე იგი სივრცე, ხო? მაგრამ შეგახსენებთ, რომ თიმში აი აქ, სადაც არის ეგრეთ წოდებული ზოგადი გვერდი, generally, აქ არის სივრცე, რომელსაც ქვია გაზიარებული ფაილები და აი ამ გაზიარებულ ფაილებში იქნება ეს ჩანაწერი, სახელით ინგლისურად recording ჩანაწერები, აქვე მე ნუგზაი, როდესაც გესაუბრებათ, მე ვისაუბრებ კიდე აი ამ სამ ჩვენ გამოცემაზე, რომელიც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს, რომ ორიენტირება გააკეთოთ, ესე იგი რა ქვია პროექტებზე, გავთიშავ ისევ. და შეგახსენებთ, რომ რისთვის არის პირველი ეტაპი. ჩვენი სურვილი არის, რომ პირველ ეტაპზე თქვენ მოიფიქროთ, ესე იგი, რა პროექტზე იმუშავებთ სექტემბერში და ოქტომბერში და შემდეგ უკვე ნოემბერში განხორციელებული პროექტით ჩვენ გამოფენაზე, აი ამ STEM პროექტების მიიღოთ მონაწილეობა, რომელიც 3 წერტილში ჩატარდება, ეს იქნება რაღაც შევარჩევთ უკვე სურვილების და განხორციელებული პროექტების გეოგრაფიის მიხედვით. ეს იქნება თბილისი, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო. სხვათა შორის აი ამ ეტაპზე, რომელი მასწავლებელი შემოგვიერთდება, ანუ მომზადების ეტაპზე გასაგებია რეგისტრაცია 540 მასწავლებელმა გაიარა 430 სკოლიდან, მაგრამ მასწავლებელი, რომელიც ესე იგი ვებინარებს ესწრება, ნანახი აქვს, შემდეგ სკოლასთან ერთად შეარჩევს თავის მოსწავლეებთან ერთად პროექტს, განახორციელებს ამ პროექტს, რასაც დაადასტურებს ვიდეო რეფლექსიით, რომელიც აიტვირთება YouTube-ში და გამოგვიგზავნის და შესაბამისად ამ პროექტით შეძლებს, ეხლა რამე თუ არ შეუშლის ხელს, რომ გამოფენაზე გამოიტანოს, ჩვენ აუცილებლად მის ამ საქმიანობას მასწავლებლად პროფესიული განვითარების ცენტრის სპეციალური სერტიფიკატით აღნიშნავს მისი პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობის და შემდეგ უკვე ამ გამოფენებზე ჩვენ ყველა ბავშვს შევეცდებით, რომ დაველაპარაკოთ ჩვენი, ესე იგი, ცენტრის შექმნილი კომისია, რომ გამოვკვეთოთ იქიდან პროექტები და მასწავლებლებს საუკეთესო პრაქტიკით უკვე რომ გაუზიარონ კოლეგებს წლის ბოლოს კონფერენციაზე დავპატიჟებთ. შევს გვინდა რომ ბავშვებიც ესე იგი დავპატიჟოთ. ასე რომ დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ შერჩევის ეტაპზე, პროექტების გააზრების ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ სადღაც 20 ივნისამდე და შესაძლებელია ივნისის ბოლომდეც ჩვენ მოგვივა წერილი, სადაც მასწავლებელი დაგვიდასტურებს, რომ აი მან ამოარჩია რაღაცა ტიპის პროექტი და ფიქრობს, კარგი არის თუ ეს ამორჩევა ბავშვებთან ერთად მოხდება, იმიტომ რომ ვიცით, რომ პროექტის დაგეგმვის ერთ-ერთი ეტაპი კარგია, რომ იყოს ბავშვებთან ერთად დაგეგმა და შერჩევა იმ პრობლემის, რაზეც ერთად იმუშავებენ და შემდეგ, ესე იგი, მოემზადებით უკვე სექტემბერი, ოქტომბრისაც. რაც შეეხება ეხლა პირველად რაღაცნაირად უკვე გაცხადდა თანხმობა გარკვეული შევათანხმეთ, ამიტომ ამ შეხვედრაზე პირველად გავაჟღერებ, დანარჩენთან სულ ყველა ამ წერილებსაც დავაგზავნით ინდივიდუალურად, რომ ესე იგი რეგისტრაციის დროს 151 მასწავლებელმა თბილისიდან გამოთქვა სურვილი პირისპირი შეხვედრის სამუშაოსი, დაახლოებით 3 საათიანი სამუშაო შეხვედრა, ტრენინგი ეს რაღაც კომბინირებული შეხვედრა იქნება. და 91-მა რეგიონებიდან. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რეგიონებიდანაც ისეთ შემთხვევა არის, რომ გვაქვს ორი მსხვილი ჯგუფი, ეს არის აჭარა გურიის და დასავლეთის, რა ქვია, იმერეთის, ხო? დანარჩენი გაფანტულები არიან, ერთი 50-მდე მასწავლებელი, ამიტომაც მათაც თბილისში დავპატიჟებთ, ანუ ჩვენ სავარაუდოდ ამ კვირიდანაც უკვე დავიწყებთ დაკავშირებას ამ კოლეგებთან და დაახლოებით 20-25 კაციან ჯგუფებს შევქმნით, სადაც ნუგზარი და მე შევხვდებით მასწავლებლებს და ეს იქნება სამუშაო შეხვედრი ტრენინგი იმ მასწავლებლებისათვის, ვინც გამოთქვა სურვილი პირისპირი შეხვედრებისა. ხო, ანუ ეს პროცესი დაიწყებათ, ამაზეც მოგივათ დააკვირდით ელექტრონულ პოსტაზე შეტყობინებები. ნუგზარ, ეს იყო შესავალი სიტყვა, რაც რომ მინდოდა მეთქვა. ეხლა შეგიძლია გადმოგცემ შენ სიტყვას. მადლობა, გავაზიარებ ჩემ პრეზენტაციას თქვენი ნებართვით. მე ხმას გამოვთიშავ და თუ რამე არის, მოკლედ მითხარი, ან საკენით. მივაქცევ ყურადღებას, რომ თუ ვინმეს დაშვება ჭირდება და ისე შემოდის, როგორც სტუმარი, რომ იმასაც მივცე დაშვება.
გაზიარდა ჩემი პრეზენტაცია. შენი პრეზენტაცია გაზიარდა, ოღონდ ფიზიკა და STEM-ი, სად არის STEM-ი? ფიზიკა, რა ვიცი ფიზიკაო, არაუშავო, STEM-ი ეს იგულისხმება. სელაპი არის, ფიზიკა აქ არ ჩანს აქ, სად არის? აი ფიზიკა, ეხლა პრეზენტაცია არის. კაი, დაიწყე, მე გავჩერდი. კაი, მოგესალმებით მეგობრებო. დღეს შევიკრიბეთ ფიზიკის, ასე ვთქვათ, ფიზიკის ჯგუფი, მაგრამ ეს არის ყველაფერი პირობითი. ყველა პროექტში ფიზიკა იქნება, ქიმია, ბიოლოგია თუ ნებისმიერი, ყველგან არის STEM-ი. ეს მაინც პირობითია დაყოფა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული და ძალიან ძნელია ყველას ერთად მოწვევა. მართალია უფრო მეტი ფიზიკა იქნება, მაგრამ ძირითადად იქნება STEM-ი. ეხლა დღეს მინდა თქვენ შემოგთავაზოთ რამდენიმე პროექტი იდეის დონეზე, ოღონდ არა სქემები და არა კოდები. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამ პროექტების გაკეთება არის ან სავალდებულო, ან სარეკომენდაციოც კი არ არის. თქვენ როგორც შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აიღოთ, თქვენ რომელიც გსურთ, თქვენ შეგიძლიათ აქედან შემოთავაზებულებიდან ნებისმიერი აიღოთ, ოღონდ არა პირდაპირ განავითაროთ, წარმოადგინოთ, გინდაც პირდაპირ იყოს იდეის დონეზე, ან განავითაროთ, ან მოაკლოთ ნებისმიერი რაიმე თუ არ მოგწონთ, ან დაამატოთ და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს არის იდეის დონეზე მოწოდებული პროექტები. დღეს ვეცადე რომ შემერჩია რამდენიმე პროექტი მაქვს, რასაც მოვასწრებ წარმოგიდგენთ, ოღონდ იდეურად სრულიად განსხვავებულები, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პროექტები. კარგი, დავიწყოთ აი პირველი პროექტი, რაც არის ეხლა აეროპონიკა. ხო, ვითომ თითქოს ცოტა სირთულეების მიხედვით დავალაგე, მაგრამ აქ არ აქვს მნიშვნელობა სირთულეებს. მთავარია არ არის რთული და მარტივი პროექტი, ის რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ყოველთვის მარტივია. შეიძლება ძალიან მარტივი ვერ გავაკეთოთ, ის ყოველთვის რთულია. ეხლა ერთ-ერთი აი პირველი დავიწყებ აეროპონიკა, რომელიც ეხლა დღევანდელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და სოფლის მეურნეობაში ძალიან უკვე გამოყენებადია და ძალიან სცენარეები იზრდება აქ ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან სწრაფად, მცირე ფართობზე ძალიან დიდი მოსავალი და ასე შემდეგ. ეხლა ვინცაც არ გინახიათ და არის თამ აეროპონიკის შესახებ ძალიან მოკლედ, აეროპონიკა ეს არის მცენარეების გამოზრდის მეთოდი, რომელსაც ფესვები არც ნიადაგში აქვს, არც წყალში აქვს, არამედ ჰაერში აქვს. აი ხედავთ ფესვები როგორც არის, კარგად სურათს ცალკე განახებთ კიდე, აი ესე არის ფესვები ჩამოკიდებული ჰაერში. ასე რომ აქედან როცა ჰაერშია ფესვები, მცენარე ფესვიდან იღებს იმდენ ჟანგბადს, რამდენი სჭირდება და ამიტომ იზრდება ძალიან სწრაფად. კიდევ აი ესეთი აპლიკაცია არის, ეს ჩვენ ოთახში არის, რის საშუალებითაც მცენარების მონიტორინგი შეგვიძლია განვახორციელოთ, თუ რა ტემპერატურა, მჟავიანობა როგორი არის, საკვები ხო არ აკლია, სიმძლავრეს რამდენს ხმარობს და თითქმის რაც მცენარეს სჭირდება, ყველანაირი ინფორმაცია გამოსული არის ეკრანზე და შეგიძლიათ გააკეთოთ ასე. ასე რომ თუ ვინმე ჩვენ პირისპირ შეხვედრა გვექნება, ეს აეროპონიკა გვაქვს ოთახში, რამდენიმე ვარიანტი და შეგვიძლია პირდაპირ განახოთ და აგიხსნათ რა, როგორ და როგორ გააკეთოთ ეს პროექტი. ასევე არ არის აუცილებელი, აი ხლა მე რაც განახეთ, ეს ცოტა ზომით დიდი არის, ჭერში გვაქვს ჩამოკიდებული, მაგრამ არ არის აუცილებელი კი არ არის, საერთოდ არ არის საჭირო ამ ხელა პროექტის წარმოდგენა, რა თქმა უნდა, კონკურსზე, ფესტივალისთვის, საკმარისია, აი ძალიან მცირე ზომის, აი მარცხნივ რო ხედავთ თქვენ, ესეთ ჩვენ ოთახში გაკეთებულია, მართალია ჰიდროპონიკა, მაგრამ ძალიან მარტივია აეროპონიკაზე გადაკეთება. ეს არის დაახლოებით აი 3 ლიტრის ტევადობის აუზი იქნება, მეტი არ იქნება. მცირე ზომის არის, რომლის გადატანა, გადმოტანა პრობლემა არ არის და რამდენიმე სცენარი არის ჩარგული. და ასევე შეიძლება ესეთი ვერტიკალური, გვერდით მარჯვენა მხარეზე რო ხედავთ, ვერტიკალური აეროპონიკა, ამ ესეთ შეგვიძლია შემდეგ რეალურად განახოთ, საკვები და ყველაფერი აგიხსნათ დეტალურად. ეხლა როგორ შეიძლება ამის იდეის დონეზე, რისი გაკეთება, ხო? ეხლა კონსტრუქციის გაკეთება სავარაუდოდ რთული არ იქნება, მერე საჭირო იქნება ამათი დაპროგრამება სხვადასხვა სენსორებით. ეს არის მჟავიანობა შეიძლება,
შეიძლება საკვების რაოდენობა, ის გამტარობითი ზომება, განათება, რა ვიცი, წყლის მიწოდება, ნაკლებობა თუ როგორც არის და აუცილებელი არ არის მაინც და მაინც რომ ყველანაირი სენსორი დაამაგროთ. შეიძლება მე უბრალოდ პრეზენტაციის დროს მოყვეთ, რომ აი ეს გვაქვს გაკეთებული და ამის დამატებაც პერსპექტივაში უკვე რთული აღარ არის. თავარი რაღაც იყოს გაკეთებული. ეხლა რაც მთავარია. აი ეხლა რაც გაკეთებულია, მაინც ვეცადოთ რომ საკონკურსოდ ჩვენი იდეა რაღაცა შევიტანოთ, რაღაცა შევმატოთ ამ პროექტებს. ეხლა აი იდეის დონეზე უბრალოდ მოგართვით, რომელიც არ ვიცი, მე არსად მსმენია რომ მსგავსი რაღაცა გაკეთებული იყოს, მაგალითად. აი მცენარეს რაღაცა პერიოდში რაღაცა ყოველთვის უჭირს, ხო? ან საკვების ნაკლებობა, ან ისეთ საკვებს არ ვაწვდით, როგორც ჭირდება, ან ტემპერატურა მაღალი, ან დაავადება უჩნდება. ეს მცენარეს გარეგნულად ყოველთვის ეტყობა, ხო? ან ფოთოლი უყვითდება, ან ცოტა მოიწყენს ჭკნება და ასე შემდეგ. ასეთი სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ ხელოვნურ ინტელექტს, ბარემ აქაც ვიტყვი, რომ ხელოვნური ინტელექტი შეგიძლია თავისუფლად გამოიყენოთ, იმიტომ რომ გუშინ რაც ხელოვნური ინტელექტი იყო, დღეს უკვე სულ სხვანაირია და ბევრი რამის რჩევების მოცემა შეუძლიათ. ან მაგალითად, ეხლა დრო არ არის ისეთი იმდენი თქვენ არ გაქვთ, მაგრამ მომავლისთვის შეიძლება ისა სპეციალურად შეუქმნათ მცენარეს სტრესული სიტუაცია, ნაკლები წყალი მიაწოდოთ, ნაკლები საკვები, ან ტემპერატურა მაღალი, ან ტემპერატურა დაბალი და შექმნათ ასე ვთქვათ ბიბლიოთეკა აი ესეთ სიტუაციაში მცენარეს, როცა აი ესე ფოთოლი ესე გაუყვით და რა უჭირს, თუ ლაქები გაუჭდა რა უჭირს, თუ მოიწყინა რა უჭირს და ასე შემდეგ. ბიბლიოთეკაა შექმნილი და ეს შეიძლება დაუკავშიროთ ან გინდა ხელოვნური ინტელექტს, ან ცალკე აპლიკაციაშივე ჩაშენებული და როგორც კი მცენარეს შეხედავთ, რომ აი ეს რაღაცა ბუნებრივი მდგომარეობა შეიცვალა, იმ წუთში ის აპლიკაცია თქვენ არ ნახობთ, რომ რა უჭირს მცენარეს და ის შეიძლება პირდაპირ მიაშველოს. ასე რომ აი პრაქტიკულად პროფესიონალური აგრონომი გეყოლებათ გვერდით, ხო? სხვათა შორის აი ესეთი ექსპერიმენტები თუ ჩატარდება მომავლისთვის, ხო და ასეთ ბიბლიოთეკა შეიქმნება, რომ მცენარეს დაჟე ავტომატურად თუ წყალი აკლია მიეწოდოს, თუ საკვები აკლია დაუმატოს, ტემპერატურა აკლია შეუცვალოს და ასე შემდეგ, ეს არა მარტო აეროპონიკისთვის იქნება კარგი, არამედ გინდაც ნიადაგში მცენარების მოყვანის დროს და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საფესტივალოთაც ძალიან კარგი პროექტი იქნება და არა მარტო საფესტივალოდ, მომავალში თუ ამაზე კვლევებს ჩაატარებთ, რომ აი ეს განათება როგორ მუშაობს, საკვების ნაკლებობა ან მეტობა და ასე შემდეგ, თქვენ შეგვიძლიათ ეს გრანტებზე წარადგინოთ, მაგალითად აი რუსთაველის ფონდის ასეთი გრანტია, კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით, თუ ავსდებით 12-15,000 ლარია დაფინანსება და ეს უკვე კვლევა იქნება ჩატარებული და გამოდგება როგორც ფესტივალისთვის, ასევე საგრანტო წარსადგენად. ეს ერთი. შემდეგი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული არის უკვე ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიღება. ხო? ალტერნატიულ ენერგიებს როგორ იღებენ? დღეს ყველაზე გავრცელებული არის ეს არის მზის ელემენტები, რომელიც სიახლე არის და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი. ეს არის ქარის ენერგია, ну ძირითადად მზის და ქარის ენერგიას იყენებენ, ხო? აი ახლა სქემა მაქვს წარმოდგენილი, ძალიან მარტივი სქემაა ეს. ეს არის მზის ელემენტი, აი შავად რო ხედავთ, მერე არის დასამუხტი მცირე ზომის მოწყობილობა და მერე არის ლითიუმის ელემენტი. აქ შეიძლება ბატარეიკა ჩასვათ, რომელიც იმუხტება, აკუმულატორი და ასე შემდეგ. სულ 2-3 კომპონენტია. მერე არის ძავის ამწევი და უკვე მერე მომხმარებელი, ან ძრავა, ან რაღაც ასეთი. ზუსტად ანალოგიური სიტუაცია არის ქარის ენერგიის გამოყვანის დროს. აი ბორბალი ტრიალებს იგივე გადაეცემა ძავის დამუხტავს ელემენტს, ძავის ამწევს და შემდეგ მომხმარებელს. ეხლა ეს როგორ შეიძლება განვითარდეს? უბრალოდ მე მაგალითად ყოველ შემთხვევაში არსად შემხედრია, რომ ამის განვითარება მეწილად სადმე უფრო გამოიყენებინოთ. ეხლა პირველი განვითარება რა შეიძლება, რომ შეიძლება ისე დადგეს ეს ისე ჯოს დაუბრუნდებით, აი ეს სქემა შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ ამაზე მიერთებული იყოს როგორც მზის ელემენტი, ასევე მიერთებული იყოს ქარის ელემენტი
ქარის ძრავა და სიტყვაზე ღამით თუ ქარი არის ქარი დამოხტავს, დღისით თუ ქარი არის მზეც დამოხტავს და ქარიც დამოხტავს და ასე რომ უფრო ენერგოეფექტური გახდება და უფრო სწრაფად დაიმოხტება ელემენტები. ეს ერთი, რომ კომპლექსურად იყოს მიერთებული სიტყვაზე იმ დამოხტავ ელემენტებს. მეორე, ეხლა როგორც ცნობილი არის, მზის ბატარეიკას აქვს მარგექმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი. იმიტომ რომ მზის ენერგია, რომელიც ეცემა ამ მზის ელემენტებზე, ხო, ძალიან დიდი ნაწილი გარდაიქმნება სითბოთ, მაგრამ ელექტროენერგიად გარდაიქმნება მხოლოდ სინათლე. მაგრამ ჯერ ერთი თუ შავი ფერის არის ძალიან შთანთქავს ელემენტის ენერგია სითბოს და ცხელდება ძალიან და ბევრი ენერგია იკერგება, მზის ენერგია. აქ ახლა უბრალოდ ეს ჩემი იდეა არის, არ ვიცი, ეს შეიძლება კი არა ფიქრობ, რომ გაამართლებს. იცით ასეთი PLT ელემენტი, გსმენიათ. PLT ელემენტი ეს არის ჩვენ თუ ერთ მხარეს გავათბობთ და ჩვენ თუ სიტყვაზე ორი გამომყვანი აქვს, ძალიან მცირე ზომის 4 სანტიმეტრის ზომის ელემენტები ასეთი, რომელიც ძალიან არღის ძვირი და ედისონშიც იყიდება და იშოვება, რთული არ არის. ეს რისთვის არის ეს ელემენტი, რომ ჩვენ თუ მას ძაბას მიუერთებთ პლუს და მინუს, ხო? ერთი მხარე ცივდება, მეორე მხარე ცხელდება. მაგრამ ჩვენ თუ ერთ მხარეს გავაცხელებთ და მეორე მხარეს გავაცივებთ, მაშინ პირიქით ელექტროენერგიას ვიღებთ აქეთ, პირიქით. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს მზის ელემენტი, ხო, ვამბობთ, რომ უფრო მზის ენერგია უფრო მეტი რაოდენობა გარდაიქმნება სითბოთ, ცხელდება ეს ვიდრე სინათლე, ხო? სინათლიდან ხო ვიღებთ ელექტროენერგიას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სიტყვაზე უკანიდან, სადაც ცხელდება, იგივე PLT-ს ელემენტები დაუყენოთ, მივაწებოთ უბრალოდ და თუ გვაქვს საშუალება ან წყლის ან რაღაც ისეთი გაგრილების საშუალება, რომ მეორე მხარე რამენაირად ცოტათი გავაგრილოთ, ჩვენ უკვე იმ ტემპერატურასაც ვიყენებთ. მზის ენერგიას პრაქტიკულად უკვე ძალიან ვიყენებთ. რა ვიცი, ახლა რამდენ პროცენტზეა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ეფექტურად გამოვიყენებთ უკვე ამ ენერგიას. ხო, აქ ცოტა დამავიწყდა მე თქვა, როდესაც აი სიტყვაზე ეს ჰიდროპონიკა იქნება, აეროპონიკა თუ ეს მზის ელემენტები თუ რაღაცა, აუცილებლად ბავშვებმა უნდა იცოდეთ, რა უპირატესობა აქვს მას არსებულ სისტემებთან შედარებით. ეს შეიძლება იყოს მათემატიკური გათვლები, ან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია, ან თავისი ექსპერიმენტები ჩაატარონ და გამოიკლიონ და ასე შემდეგ. ასე რომ პროექტთან ერთად უნდა იყოს ბავშვებს ჰქონდეთ წარმოდგენა, რა უპირატესობა აქვს ამ ახალ პროექტს იმ ძველთან შედარებით. ნუ ეხლა ეს მზის ელემენტები თუ ასეთ სისტემას გააკეთებთ, ესეც არ არის რთული გასაკეთებელი, რომ მზის ელემენტები ეხლა როგორც ვიცით, ყველგან დაყენებული არის სტაციონარულად და აი ძალიან მარტივად, აი რაღაც 80 თეთრიანი სენსორებით, ფოტორეზისტორების დახმარებით შეუძლია, რომ ისე გავაკეთოთ, რომ ამ მზის ელემენტმა მზეს გაყვეს და მზესთან ერთად იმოძრაოს. ეხლა მზის ელემენტს რაც მეტი განათება, ყოველთვის მუშაობს ნებისმიერ განათებაში, მაგრამ რაც მეტი განათება, ცხადია ეფექტურობა უფრო მეტია და ეს მზის ესეთ რთული გასაკეთებელი არა, მიყვება მზეს. ესეც შეიძლება დაემატოს ამ პროექტს. ეხლა ეს ორი პროექტი, ერთი აეროპონიკა, მეორე ეს ალტერნატიული ენერგია, აქ შეიძლება კიდე ალტერნატიულ ენერგიას მიემატოს სიტყვაზე, წყლის ენერგიაც შეიძლება აქ სადმე სიტყვაზე პატარა მდინარე თუ ჩამოდის, ან როვი ჩამოდის, იგივე აი ამ სისტემაზე დაჯდეს სიტყვაზე იტრიალოს ბორბალმა და იგივე ბატარეიკა დამოხტოს, აი რამდენადაც შეიძლება. ძალიან კარგი იქნება ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული წამოვიდა ზღვის ტალღების ენერგიის გამოყენება. ცოტა რთულია კონსტრუქციულად, მაგრამ ზღვის ტალღებს აქვთ უზარმაზარი ენერგია და აი სამწუხაროა, რომ მაგ ენერგიას ვერ ვიყენებთ. თუმცა არის რაღაცა მოსაზრებები, რის საშუალებითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. თუ რაღაც აი ცალკეთ შეიძლება ეგრო ზღვის ტალღების ენერგიაზე თუ რაღაცა პატარა კონსტრუქციას შექმნით და რეალურად ის იმუშავებს, ეს იქნება უკვე ცალკე ძალიან კარგი პროექტი. ეს ორი. ეხლა სრულიად განსხვავებული კიდევ.
ეხლა როგორც ვიცით, ხო ეხლა ფიზიკოსები ვართ და სკოლებში ყველგან ჭირს ფიზიკის ლაბორატორიები. არ გვაქვს არათუ თანამედროვე, არც ბევრი ძველებიც არ არის შემორჩენილი, მაგრამ აი სკოლაში მოსწავლეებს შეუძლია დააწყონ ძალიან მარტივი სასკოლო ექსპერიმენტები, რომელიც შეიძლება ერთი ექსპერიმენტი კი არა, რამდენიმე ექსპერიმენტის წარმოდგენა შეუძლიათ კომპლექსურად ასევე ფესტივალზე. ეხლა ორ რაღაცას გაგაცნოთ, თუმცა უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. აი მაგალითად აი აქ სურათში რო ხედავთ, ეს დიდი ხნის გაკეთებული გვაქვს. ეს არის ოღონდ ნახევრად. თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა, მაგალითად. აი რაღაც მანძილიდან ეხლა თავისუფალი ვარდნის აჩქარების გაზომვას რა ჭირდება? ჭირდება სიმაღლე და ჭირდება დრო, ხო? ხ უდრის ჟ კვადრატ ნახევარი, ხო? დრო როგორ შეიძლება გაიზომოს? აი რაღაცა ბურთულა ვარდება, ეხლა ეს რაღაცა მინის მილშია მოთავსებული, მაგრამ ისეც შეიძლება ხაერში. როდესაც ბურთულა მოძრაობას დაიწყებს, გადაკვეთს შეუძლია გადაკვეთოს, ბევრნაირად შეიძლება, რამდენიმე მეთოდს გეტყვით. აი ლაზერის სხივი შეუძლია გადაკვეთოს, ეს ლაზერის სხივი და ფოტორეზისტორი ერთად სამლარს არ აღემატება ღირებულება, 80 თეთრიღის ფოტორეზისტორი და თუ ავსდები 2 თუ 2.5 ლარი ღირს ის ლაზერი გადაკვეთისას დაპროგრამებულია ისე Arduino-ზე, რომ ჩაირთოს დროის გაზომვა და ბოლოში, როცა გაივლის უკვე მეორე ლაზერსა და იმ ფოტორეზისტორს გადაკვეთავს, გამოირთოს დრო გაზომა. ასევე დროის გაზომა შეიძლება სხვანაირადაც შეუძლია რომ აქ ზემოთ სიტყვაზე ინის ბურთულა თუ იქნება რაღაცასთან კონტაქტი კონდეს შეკრული და როგორც კი ვადნას დაიწყებს კონტაქტი გაწყდება და Arduino ათვლას დაიწყებს, ბოლოში რომ დაიცემა კონტაქტი შეიკრება და Arduino შეწყვეტს დროის ათვლას. დროს გავზომავთ. ეს არ არის რთული, ასე ვთქვათ, ამის გაკეთება, ასევე სიმაღლის გაზომა შეიძლება უდრავგერის სენსორით, ესეც ინტერნეტშიც არის ასეთი თავისი კოდებითა და სქემებით, ქვემოთ ან ზემოთ დაყენებულია უდრავგერის სენსორი და რა მანძილიდანაც ბურთულა ვარდება, ესეთ რაღაც სიბრტყე იქნება დადებული და ამ სიმაღლესაც ზომავს. ჩვენ შეგვიძლია სიმაღლეები ვცვალოთ, ზემოთ ავწიოთ, ქვემოთ დავწიოთ და სხვადასხვა სიმაღლეებზე ვზომოთ, სიტყვაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარება. ასევე შეიძლება ქანქარითაც, ხო, ვიცით რომ შეიძლება თავისუფალი ვარდნის აჩქარების გაზომვა. ასე რომ ქანქარას თუ ავამოძრავებთ, აი უკვე იგივე ლაზერითა და ფოტორეზისტორით ის ბურთულა, რომელიც ქანაობს, იმ გადაკვეთაზე შეუძლია დაითვალოს გავლის რაოდენობა, რამდენჯერ გაიარა, დროც შეიძლება დაითვალოს და იგივენაირად შეიძლება თავისუფალი ვარდნის აჩქარების გაზომვა. ეხლა ესე იგი, აი ამ სურათს დავაკვირდეთ ისევ, ესე იგი სიმაღლის გაზომა რთული არა, დროის გაზომა რთული არა, მაგრამ თუ საშუალება ექნება და მოსწავლეებს შეუძლიათ, ისე შეიძლება დააპროგრამირონ Arduino, რომ ფორმულა ჩასვან პირდაპირ ჟ კვადრატ ნახევარი და პირდაპირ მოგცენ ჟ რამდენი არის აი ოთახში, სადაც ამას ზომავენ, მაგრამ მაინც და მაინც ეს სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ მომწონს, რაღაცა ხელითაც ხო უნდა დაითვალო და რაღაცა ის ფორმულა ხო უნდა იცოდეს. თუ ყველაფერს Arduino დაითვლის, მაგასაც აზრი არ აქვს. აი ეს თავარია სიმაღლე გაზომონ, ყველაზე ძალიან ჭირს ხოლმე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის დროის გაზომა, თორე ასე რომ 1 მეტრის მანძილიდან როცა ვარდება ბურთულა, ხო? დროს ძალიან ძნელია დრო ზუსტად გაზომა. ამიტომ კარგი არის რომ აი სენსორებით გაიზომოს, დრო ძალიან ზუსტად იზომება, მანძილი პრინციპში ხელითაც შეგვიძლია გავზომოთ, მაგრამ თუ ესეც ავტომატიზირებული იქნება, ცუდი არ იქნება რომ ეკრანზე გამოვიდეს მანძილი და დრო. ეს ერთი ექსპერიმენტი. აი მეორე შეიძლება ასეთი რაღაც აი პატარა დამწყები ეს ყოველ Arduino-ს გარეშე და პროგრამირების გარეშე დაწყებითი კლასებისთვის აი ესეთ პატარა დაფებზე აწყობილია რაღაც სქემები, იქ არის სიტყვაზე ღილაკი, ელემენტები, პიეზოდინამიკი, ნათურები, რა ვიცი, 1000-ნაირი სენსორი შეიძლება დამაგრდეს, პატარა შურუპებით შეიძლება კონტაქტები გაკეთდეს და ესეთი კაბელებით ნიანგებს რო უძახით, იყოს საშუალება შეერთების და
სქემების აწყობა შეუძლიათ ეს ზედა კლასებში მაინც და მაინც არ ვფიქრობ, მაგრამ აი დაბალი კლასებისთვის წინასწარ სანამ ფიზიკას დაიწყებენ სწავლას ძალიან კარგი იქნება სასკოლო ექსპერიმენტებისთვის ასეთი რაღაცა აწყობა. ეხლა ყველაფრის სურათი ვერ მოვიყვანე, მაგრამ ფიზიკაში აი ძალიან ბევრი ექსპერიმენტების გაკეთება შეიძლება ასეთი არდუინოს დახმარებით და სასკოლო ლაბორატორია რომ მოეწყოს. მაგალითად აი არსებობს აჩქარების სენსორი არის, ხო სიჩქარის სენსორი არის. აი თითქმის ფიზიკაში მოვლენას ვერ დაასახელებთ, რომ ასეთი სენსორი არ არსებობდეს. აი შეიძლება რა ქვია თანაბარ აჩქარებული მოძრაობის გაზომა, თანაბარი მოძრაობის გაზომა, ნიუტონის კანონების შემოწმება, ბევრი რამის გაზომა შეიძლება რა, მთავარია ფანტაზია გქონდეს და აი ესეთი ეს ორი ექსპერიმენტი უბრალოდ იდეის დონეზე მოვიყვანეთ, თორემ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა, აქედან. ეხლა ეს შემდეგი სრულიად განსხვავებული. STEM-ი კი არ არის მარტო, ვამბობთ, რომ ეს არის არტიც, ხო? ჩართული არის ხელოვნებაც, არა? ხელოვნებაც. აი ხელოვნების კუთხით რისი გაკეთება შეიძლება. აი მარცხნივ რო ხედავთ, ეს არის ფლეიტა. ეს არის აქ ბავშვების გაკეთებულიც არის, ღილაკები არის, აი 7 ღილაკი, ეს შეიძლება 7 ნოტი რახან არის მუსიკაში, შეიძლება 3 ნოტიანი გაკეთდეს, 4-იანი და ასე შემდეგ. არდუინოზე მიკრო არდუინოა და პიეზოდინამიკია, რომელიც პასიური პიეზოდინამიკი ქვია, რომელიც სხვადასხვა ბგერები შეუძლია გამოგვცეს და ისეა დაპროგრამებული, რომ აი ღილაკებზე დაჭერით შეგვიძლია მუსიკა დაუკრათ. ასევე მუსიკა შეგვიძლია დაუკრათ დასარტყმელი ინსტრუმენტები ესეთი ამაზე. ასევე მუსიკა შეიძლება დაუკრათ რა ქვია, აი ლაზერის ხმების გადაკვეთაზე, როგორც სიტყვაზე ალფა თუ რა ქვია იმას, ან პიანინოს შეიძლება დავამსგავსოთ, გააჩნია რომელ ბგერებს ჩაუწერთ და აი რაღაც 7 ხაზი იყოს შეიძლება, მის გადაკვეთაზე იქნება მუსიკა. ეხლა აი ამ სამს რასაც ხედავთ, ხო? ეს გაკეთებადია, შეიძლება ცალ-ცალკე ვიღაცებსაა გაკეთებული და პირდაპირ ინტერნეტიდან აღება, ну, პრინციპში მაინც და მაინც არ არის ხოლმე კარგი, აუცილებლად თუ გადააკეთებთ ამას, იქნება ძალიან კარგი უკვე. აი გადაკეთებაში მაგალითად ერთ მაგალითს მოვიყვან, რას გულისხმობთ. შეიძლება სინქრონულად სიტყვაზე ფლეიტა, გიტარა, ისა დასარტყმელი ინსტრუმენტები ისე ერთად შეკრიბოთ და ან ერთად დააპროგრამიროთ, ან ისე სინქრონიზაციაში ისე მოიყვანოთ, რომ ერთი ანსამბლია, რომელიც პრაქტიკულად ეს ანსამბლია, რომელიც რაღაცა მელოდიას უკრავს. ერთი გიტარა კი არ არის, ან ერთი ფლეიტა და არამედ ანსამბლია უკვე, რომელიც შეთანხმებულად, ჰარმონიულად უკვე დაპროგრამებული ანსამბლია, რომელიც რაღაცა მელოდიას უკრავს. აქ შეგიძლიათ ასევე ჩართოთ აი ესეთი ფერის ამომცნობის სენსორი არის, ვარდისფერს სპილოს ოძახიან, ამის დაპროგრამებაც შეიძლება და აი ფერების მიხედვით შეგიძლიათ სიტყვაზე მელოდიად გარდაქმნათ. ასე ვთქვათ, მელოდია დახატოთ. აი ლურჯი ფერს თუ დაუდებთ რაღაცა დო შეუსაბამოდ, წითელს თუ დაუდებთ რაღაცა რე და ასე შემდეგ, თანაც აი გრძელი ხაზს თუ დახატავთ, იქნება გრძელი რე, თუ მოკლეს ასე შემდეგ და ამაზე შეიძლება მუსიკა აეწყოს აი ამ ფერის ამომცნობს სენსორზე. ეს უკვე მშვენიერი ხელოვნება იქნება, ასევე შეიძლება იგივე ჩართოთ, აი პირველი რას თქვი, აქ შეიძლება ჩართოთ რაღაცნაირად ინტეგრირება გავუკეთოთ, რომ კიდე გაამრავალფეროვნოთ და ესეთი რაღაცა ანსამბლი შეიქმნას. ასევე აი ესეთ ფერის სენსორს არა მარტო ხელოვნებაში, არამედ ბევრგან შეიძლება ეს კიდე გამოიყენოთ. აი ზემოთ რო ვახსენეთ აეროპონიკას, როცა საუბრობდით და როცა ვამბობდით, რომ მცენარეს რაღაც პრობლემა რო აქვს, სიტყვაზე ფოთლის ფერი იცვლება, ხო, ლაქები უჩნდება. იქ შეიძლება თავზე დამაგრდეს ასეთი ფერის ამომცნობის სენსორი და როგორც კი ფოთოლი სიტყვაზე გაყუთლებას დაიწყებს, ის ავტომატურად არდუინოს აწვდის, პროგრამას აწვდის ინფორმაციას, რომ აი ფოთოლმა ფერი შეიცვალა და უჭირს ეს. თუ გაყვითლდა რაღაცა უჭირს, თუ ძალიან გაყვითლდა კიდე უფრო რაღაცა უჭირს, თუ რაღაცა სიმწვანე შეიცვალა რაღაცა და ასე შემდეგ. ასე რომ აი ფერის სენსორის გამოყენება ძალიან ბევრ პროექტებში შეიძლება, როგორც ხელოვნებაში, ასევე
ასევე იქ აეროპონიკაში და სხვათა შორის სასკოლო ექსპერიმენტებშიც ბევრგან შეიძლება აი ეს განსაკუთრებით ოპტიკაში შეიძლება ფერები და ასე ვთქვათ ერეჯბე ნატურაზე და აი ადამიანის თვალი ფერებს როგორ აღიქვავს და ასე შემდეგ სასკოლო ექსპერიმენტებშიც ასევე შეიძლება. კიდევ ერთი განსხვავებული პროექტი მინდა შემოვთავაზოთ, ეს არის აი თამაშები. აი ერთ-ერთი თამაში, აი მარცხენა მხარეზე რო ხედავთ, აი ესე დაპროგრამებულია ესეც, ერთ-ერთი მხრიდან აი ესეთი პატარა კარგად არ ჩანს, პატარა რგოლი არის სახელურით, რომელსაც მოსწავლე ამოძრავებს და ისე უნდა გავიდეს ბოლოში, რომ არ შეეხოს. თავიდან 3 ლედნათურა ირთვება, თავიდან არის მწვანე, როცა მიდის თუ ერთხელ შეცდომა მოვიდა პატიობს და ინთება ყვითელი, თუ ორჯერ მოვიდა უკვე ინთება წითელი. აი ესეთი პროექტი ძალიან, ესე იგი, ბავშვებში, ასეთ ვთქვათ, მოტორულ თვისებებს ავითარებს. თან უნდა ვიცოდეთ ალბათ ნებისმიერ თამაში, მარტო თამაში კი არა, რა თვისებებზე ავითარებს და როგორ მოქმედებს მოსწავლეებზე. ასევე ეს შეიძლება აი ესეთი ასე დახვეულს რომ ხედავთ, ხო? შეიძლება ძალიან მარტივი გაკეთდეს, ეს მოსახსნელი რო იყოს, ძალიან ადვილად ამოიღებთ, ჩადებთ. თავარია კონტაქტები იყოს ბოლოებში შეიკვრას, შეიძლება გაურთულოთ მერე რაღაც 1000 სხვანაირი ზემოთ მაგალითად სხვანაირი ფორმა მაქვს, გაართულოთ, გაამარტივოთ და ასე შემდეგ. აი ეს ახლა აი აქ ეს გონი კახად თქვენი გაკეთებულია, ხო? თუ არ ვსდები, მუსიკა არის, ეს დამახსოვრებაზე არის, აი სიტყვაზე ყვითელ ღილაკზე რო დააჭერთ, ხო? კი არ დააჭერთ, აი რო ჩართავთ, ხო? რაღაცა სიტყვაზე დო ან რაღაცა და ყვითელი აინთო. შემდეგ ეტაპზე გადაყავხართ, უკვე დაუშვათ წითელი და მწვანე ინთება, უნდა მოასწროთ მწვანეზე და წითელზე დაჭერა. მერე ინთება სიტყვაზე წითელი, მწვანე, ისევ წითელი, ან ორჯერ წითელი და ასე რთულდება და ეს აი ესეც მოტორულ თვისებებსაც ავითარებს, რაღაცა მელოდიურ თვისებებსაც და მახსოვრებას და ასე შემდეგ. აი ესეთი თამაშია კიდევ ასე ვთქვათ, თოკის გადაწევა, ეს კარგად არ ჩანს, ესეთი გრძელი ლედნათურის ლენტია ჩასმული, ერეგბი ასე ვთქვათ. ერთ მხარეზე არის წითელი, მეორე მხარეზე არის ლურჯი და აი ღილაკებზე თითის დაჭერით, ვინ მოასწრებს რომ თავის მხარეზე გადაკაჩოს ეს თოკი, წითელი ბოლოში თუ გავიდა, აი ერთმა გადაკაჩა, თუ ბოლომდე არა მეორემ გადაკაჩა და ასე შემდეგ. ესეც ნუ რაღაც ესეთ უნარებს ავითარებს. ეს რაღაცა სამი მაგალითი მოვიყვანეთ, თორემ ასეთი თამაშების ბევრნაირი თამაშის აწყობა შეიძლება და ეს ბავშვები ძალიან ხალისობენ ხოლმე და ამ ხალისით და ასე ვთქვათ, ინტერესით სწავლობენ ელექტრონიკასაც, სწავლობენ ასეთი პროექტების აწყობას და ინტერესდებიან, ცოტა ფიზიკასაც სწავლობენ და ასე დროს STEM მიმართულებით, ნუ რაღაცა უკვე ინტერესი უჩნდებათ, ასე ვთქვათ, თამაში სწავლა. თავარია მოუძებნოთ, როგორ რა უნარებს ავითარებს და რა არის ეს. ეხლა ეს თუ არ ვსდები 5 თუ 6 პროექტი ჩამოვთვალე, სრულიად განსხვავებულები მიდგომები, ეს თითოეული პროექტი შეგიძლიათ ცხადია განავითაროთ, რაღაცა მიამატოთ, წეღანაცა თქვი, რაღაცა გამოვაკლოთ და ნუ ცხადია დაამატოთ კიდევ. ეხლა კიდევ ესე იგი უბრალოდ ვეღარ ვიცოდი რომ ვერ მოვასწრებდით ყველაფრის იმას, თორე უბრალოდ იდეის დონეზე გთავაზობთ კიდევ რამდენიმე პროექტს ყოველგვარი ნახატის გარეშე. აი მაგალითად ჭკვიანი შუქნიშანი, რას გულისხმობ ამაში? ეხლა ვისაც რაიმე STEM პროექტი გაგიკვეთებია Arduino-სთან პირველი შეხება, ხო? როგორც წესი, აი ვიწყებთ ხოლმე შუქნიშნის აწყობით, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია ეს შუქნიშნის მოდელის აწყობა. მაგრამ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს კიდევ შემდეგისთვის, ხო? შუქნიშანი კი გავაკეთეთ, მაგრამ შეიძლება ისე გაკეთდეს ეს შუქნიშანი, რომ აი სიტყვაზე როცა ისეთი სენსორი დადგეს, როდესაც გზაჯვარედინზე ის მანქანას ვერ ხედავს, სიტყვაზე არ არის ერთ მხარეზე მოძრაობა, აი ღამღამობით განსაკუთრებით ხშირად ხდება ხოლმე, როცა მივლია ქალაქში, წითელი ანთია და ამ დროს არანაირი მანქანა არ საიდან არ მოდის და გახართ რამდენიმე წუთი და ელოდებით როდის აინთება წითელი, ხო? დაინახოს ერთ მხარეზე რომ თუ მანქანები არ მოდის და მოძრაობა არ არის და წითელი უნტია, მაშინ ვიაუნთოს მწვანე. საერთოდ მანქანა რო არ გაჩერდეს და პირდაპირ მწვანეზე რო გაიაროს.
მეორედნაირად შეიძლება კიდე ამის განვითარება შუქნიშნის, რომ იგივე მთვლელი დაყენდეს სიტყვაზე გზაჯვარედინის ორივე მხარეზე, დაითვალოს მანქანების რაოდენობა და საიდანაც უფრო მანქანების რაოდენობა მეტია, ცოტა იქ მწვანე შუქი მოუმატოს, წითელი დაუკლოს, ან პირიქით და ასე შემდეგ. ან გათვალოს, რომ სიტყვაზე თუ თანაბარი რაოდენობა, აი 8-10 მანქანა კი არ გაატაროს, როგორც წესით სიტყვაზე მოვიტანი 10 შეიძლება, 5 გადის შეიძლება, მწვანე. შეიძლება დაითვალოს, რომ ნახევარი წუთის მაგიერ კი არა, 1 წუთი იყოს ის მწვანე, რომ ცოტა მეტმა მანქანამ გაიაროს. ასე რომ მათემატიკური გათვლები შეიძლება და ძალიან გაჭკვიანება შეიძლება ასეთი შუქნიშნის. ფიზიკურად ეს შესაძლებელია და რატო თბილისში სიტყვაზე ესეთი ჭკვიანი შუქნიშნები არ დგას კი მიკვეს. უცხოეთში კი მინახე რამდენიმე ადგილზე მსგავსი შუქნიშნები. ასევე აი გულისცემის შემოწმება არდუინოს დახმარებითო. ეხლა ეს რატო ჩავწერო არ დავიწყებოდა. აი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, ხო აი რაღაცა ნაწილი კი მაქვს აკეთებული, ბოლომდე ვერ მივიყვანდა, თუ ამ საფესტივალოდ გააკეთებთ ამას, ცუდი არ იქნება. ოღონდ გულისცემის შემოწმება მარტო კი არას. აი რაღაც განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში ან ზოგან მარტო ერთი კაცი ცხოვრობს, ორი კაცი, ექიმი არ არის, ამბულატორია არ არის, ან გზები იკეტება, ხო? შეიძლება არდუინოზე დაპროგრამირდეს, აი რის სენსორებსაც ვიშოვით, ხო? ეხლა გულისცემის სენსორი არის ძალიან პატარა, არის პულსის სენსორი, ტემპერატურის სენსორი თავისთავად ცხადია, წნევის სენსორი. ნუ აი ესეთი პირველი აი დახმარებისთვის ექიმი, რასაც პირველი სასწრაფო დახმარება რომ მოდის და პირველად რეებსაც უზომავს, ყველაფრის ამის გაზომა შეიძლება პატარ-პატარა სენსორებით, ასევე მცირე ზომის არდუინოს გამოყენებაც შეიძლება. ღილისხელა არდუინოებიც არსებობს და ძალიან იაფია. ყოველ შემთხვევაში ასეთ პატარა არდუინოს თუ ვერიშოვით და მოინდომებთ საფესტივალოდ გაკეთებას, იყოს არაუშავრა ის არდუინოზე იყოს და დიდზე და უბრალოდ სიტყვიერად შეგვიძლია თქვათ, რომ ეს შეგვიძლია ძალიან პატარა არდუინოზე და ადამიანს ისე დაუმაგროთ განსაცმელზე, რომ და უნდა იყოს ონლაინ გადაცემა, სიტყვაზე GSM მოდული ქვია ასეთი, რომელშიც ტელეფონია მითითებული და დაუშვათ მიუთითებთ პირადი ექიმის ნომერს, ანუ ვიღაც ახლობლის ნომერს და როგორც კი ამ ადამიანს რაღაცა პრობლემები შეექმნება, პირდაპირ რეჟიმში აპლიკაციის საშუალებით გადაეცემა იმ ნომერზე მისდის მესიჯი პირდაპირ პულსი აქ აწემული, წნევა აქ დაცემული თუ აწეული თუ რაღაცა გულისცემა თუ რა, ზუსტად იგივე მესიჯი მისდის და შორიდანვე შეუძლია რეკომენდაცია მისცეს ექიმმა რა ღონისძიებას მიმართოს, ხო, რა წამალი დალიოს, რა გააკეთოს, ასე შემდეგ, აი პირველადი დახმარება ეს რთული გაუკეთებელი არ არის ძალიან რთული, უბრალოდ მონდომება უნდა და სენსორები და ამის გაკეთებაც შესაძლებელია. ასევე ერთადერთი აქ რაც გამახსენდა ეხლა პატარა არც ეს არ არის რთული გასაკეთებელი, სხვადასხვა სენსორები დაგჭირდებათ აქ და ცხადია, ვიცით რომ არდუინო ერთ პროგრამაზე მეც ვერ იტევს, ამიტომ ეხლა 10 სენსორი რო ქონეს 10 არდუინოს ხوار ჩამოკიდებთ ადამიანს, ხო? ამიტომ შეიძლება იმ პროგრამების გაერთიანება, ამას ვაკეთებთ ხოლმე, აი პატარა ერთი ხაზი დაწერა უნდა რომ არდუინო მაღიქვას როგორც ის ერთი პროგრამა, ასე რომ მთელი ამ სენსორების პროგრამები შეგვიძლია გავაერთიანოთ და ის ჩავტვირთოთ არდუინოში როგორც ერთი პროგრამა და ერთი არდუინო საკმარისი იქნება და ესეც ეს სიტყვაზე ცუდი პროექტი არ იქნება თუ ამას შევძლებთ და გავაკეთებთ. ნუ აი ესეთი ახლა დამუხტვა გზაზე ესეც რაღაცა უკვე პოპულარულია, რომელიღაცა ქვეყნებმა უკვე გააკეთეს. ნუ ეხლა აქ ცოტა პროექტი კარგია, მაგრამ ნუ წარმოსადგენად არ ვიცი როგორ იქნება, ესეც რთული არ არის ალბათ. ელექტრომაგნიტური ველი უნდა შეიქმნას, მანქანის დაბლა და ნუ კარგი ამას გავანებოთ თავი. უბრალოდ აი ეს ორი პროექტი, რაც მე პირადად მე კი ნუმენდობით ბოლომდე ეს თქვენი გადასაწყვეტია და თქვენ როგორც კიდე ისე განავითარეთ, მაგრამ უბრალოდ რეკომენდაციის სახით მე რომ მომწონს არ ნიშნავს, რომ ეს ძალიან კარგია და ყველას მოეწონება. მაგრამ აი ეს განსაკუთრებით აი ჯანმრთელობის პრობლემებისთვის პირადი ექიმისთვის გადაცემა, არა მარტო მაღალმთიან, შეიძლება სახში ვიყო და მარტო ვიყო, თბილისში ვიყო, გვერდით იყოს და მოხუცებული ვარ ან ჩაწოლილი ან რაღაც და არ შემიძლია ექიმთან მისვლა ან დარეკვა რაღაც და უცებ გადაეცემა ონლაინ რეჟიმში
პირადეკებს ან ახლობელს, რომ აი თქვენი დედა თუ ბები არის, ცოტა ვერ გზნობს თავად, ან მიაკითხოთ, ან ასე შემდეგ. ეს იქნება, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან საუკეთესო პროექტი. ხო, ეხლა პრაქტიკულად მე ვისი თქმაც მინდოდა დავამთავრე, სადღაც 14 წუთი დარჩა და მინდა რომ ეს შეკითხვებისთვის დაგითმოთ ან სურვილებისთვის ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის. ისმენთ თუ გაქვთ შეკითხვები. ხო, რა თქმა უნდა, რითაც დაინტერესდებით მე ეხლა შეგვიძლია თუ მაქვს სქემა და კოდი შემიძლია მოგაწოდოთ. თქვენ იცით რომ შეგიძლიათ პირისპირ შეხვედრაზე მოგზადეთ მასალებთა სახლში და აქ ნახოთ და აქ დაათვალიეროთ, აქ ვისაუბროთ, თქვენ რა გიჭირთ და რით შეგვიძლია დახმარება. ერთადერთი რასაც ვერ დაგეხმარებით, მე თვითონ არ ავაწყობ იმას, რა ქვია და არც არავინ ეს თქვენ და ბავშვი მაუნა აწყო. ქალბატონი თინას აქვს ხელი აწეული, გისმენთ ქალბატონო თინა. ახლა მიკროფონი ხო არ აქვს გამართული, შეხვანო ჩაურთ. არა, მიკროფონს მონაწილეები თვითონ რთავენ. თვითონ ხო? აი ჩაერთო, დრო ჭირდება უბრალოდ დაველოდოთ. ხო, კარგით. მე მგონი გაისვა ხმა. მე არ მესმის ყოველ შემთხვევაში. მე ცოტა საუწევ ხმას, მაგრამ არა, მოსმენაზე არის. ქალბატონო თინა, შეგვეხმიანეთ, არ გვესმით თქვენი ხმა. მიკროფონი ითვლება რომ ჩართული გაქვთ, აი ეგერ არის ნაჩვენები. კარგით, სანამ ქალბატონი თინა შემოსულა, ხო არავის გაქვთ სხვა სურვილები, კითხვები? ქალბატონი თამარი. ქალბატონი თამარი. მოგესალმებით. გამარჯობა. ეს პროექტები, ეს არის თუ შეიძლება რომ ჩვენც დავამატოთ, თუ იქნება კიდევ სხვა პროექტები თქვენ მხრიდან შემოთავაზებული? ეხლა წეღანაც ვთქვი, შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის ეს არც აუცილებელია, არც არეკომენდაციო არ არის. ეს თქვენი სურვილით შეგიძლიათ, აი არის ზოგს მაგალითად თუ კი გაქვთ რაღაც იდეები, მაგრამ უცებ მოგეწონათ აი ჩვენი შემოთავაზებული პროექტი. კი ბატონო, გინდა ეს გააკეთეთ, გინდა აიღეთ ჩვენი პროექტი და რაც გითხარით, ერთ-ერთზე გააკეთეთ, იმიტომ რომ რაღაცა პროექტი როცა გითხარით სიტყვაზე აეროპონიკა გითხარით რომ ერთ-ერთზე კი არა, როგორ უნდა განვითარდეს ის და განავითარეთ, სასკოლო ექსპერიმენტები გითხარით როგორ უნდა განვითარდეს და განავითარეთ და ყველა პროექტზე გითხარით როგორ უნდა განვითარდეს. ერთ-ერთზე აღებას რაც ინტერნეტში დევს, ვფიქრობ რომ აზრი არ აქვს ერთ-ერთზე გადმოტანას. თქვენი იდეით და ფანტაზიით რაღაცა უნდა მიუმატოთ, ასე ვთქვათ. გინდა ეს გააკეთეთ, გინდა თქვენი პროექტი შემოგთავაზეთ, არ აქვს მნიშვნელობა. კონსულტაცია ხო შეიძლება? შეიძლება. ქალბატონო თამარ, ახან ეს კითხვა კიდევ ერთხელ დაისვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ესე იგი, თქვენ შეგიძლიათ მოიტანოთ აბსოლუტურად და განახორციელოთ თქვენი პროექტები, რომელიც საერთოდ არ იყო წარმოდგენილი ამ ვებინარებზე. თქვენ შეიძლება განახორციელოთ პროექტები, რომელიც უკვე გაკეთებული გაქვთ და მიგაჩნიათ, რომ იმდენად კარგ შედეგს გაძლევთ, რომ მეთოდოლოგია შეიძლება ჩაითვალოს, ხო? გასაგებია, რომ მაგალითად ჩვენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სახელით რაღაც პროექტ თავაზობთ, როგორც STEM სწავლების მეთოდოლოგიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს უამრავ სკოლაში ჩვენ კოლეგებს რაღაცა პროექტები განხორციელებული აქვს, რომელიც შეიძლება ჩვენ საერთოდ არ ვიცით. ხო და ეს პროექტი არის შანსი, რომ ეს დავინახოთ. საერთოდ ახალი პროექტი. საერთოდ მასწავლებლის ავტორობით. თავარი არის, რომ მიიღოთ მონაწილეობა, ჩვენი სურვილი ეს იქნება, გნებავთ თქვენი პროექტით, გნებავთ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც პირველად აქვთ მცდელობა განხორციელების, ან ზოგადად აქვთ სურვილი, რომ შემოგთავაზეთ და ავირჩიეთო, ასე რომ არაფრით არ ახართ შეზღუდულები. გნებავთ ისე, გნებავთ ესე. მაგრამ თქვენი პროექტიც რო იყოს და თუ თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული ან კონსულტაცია, ან რაღაცაში დახმარება, ხო, ამ პროცესში, აი როგორც ახლა ნუგზარმა თქვა, ჩვენ თქვენს გვერდით ავართ. მადლობა.
ასე იგი აი კითხვა არის, შეხედეთ პროექტები რომ იყოს მოწოდებული იქიდან თუ შეიძლება გაკეთდეს. შეიძლება რომ გაკეთდეს. იქიდან რა იგულისხმება ბოდიში კახა? ნუ ნებისმიერ ჩვენი შეთავაზებული პროექტებიდან ერთ-ერთი რომ გაკეთდეს, შეიძლება. როგორ არ შეიძლება, რა თქმა უნდა. მეორე, პროგრამები როგორ ჩავწეროთ Arduino-სათვის. ნახეთ ქალბატონო თინა გოგოლაძეს პასუხობ. ჩვენ ეხლა დავიწყებთ პირისპირ, ესე იგი, შეხვედრებს, რომელშიც მათ შორის აი მასწავლებელს, რომელსაც საერთოდ არ გაუკეთებია ესეთი რაღაცა, რომ პროგრამა ჩაუწერე Arduino-თი და Arduino-თი მიკროკონტროლერით მაგალითად მართოს რაღაცა თავისი პროექტი. ამას ვასწავლით. ხო, ჩვენ ვართ პროფესიული განვითარების პროგრამა, აგერ, რომელშიც მუშაობს ნუგზარი და მე. ამიტომ ეს პროექტი ამისთვის არის, დიახ, ჩვენ ესე იგი, მოგწერეთ, გითხარით, რომ თქვენ გინდათ ამის შესწავლა, ჩვენ გვაქვს სია მასწავლებლების, ვინც, როდესაც კითხვარი შეავსო რეგისტრაციის დროს, გამოხატა სურვილი, რომ უნდა პირისპირი სამუშაო შეხვედრა, იმათ ჩვენ დაუკავშირდებით, მაგრამ აი თქვენ ახლა გამოთქვით ხო სურვილი. ჩვენი ელექტრონული პოსტა იცით, მოგწერეთ კიდე ერთხელ, რომ თუ შეიძლება მინდა დავესწრო შეხვედრას, სადაც შევისწავლი, როგორ ხდება ესე მიკროკონტროლერი რაღაც Arduino-ს დაპროგრამება. თქვენ შეისწავლით ამას და მე უკვე თქვენ გადასცემთ ამ თქვენ ცოდნას ბავშვებს და განახორციელებთ ამ პროექტს სექტემბერში, ოქტომბერში. ასე რომ მობრძანეთ დაგეხმარებით. შეკითხვები ხო არ არის კოლეგებო? ამ პროექტთან დაკავშირებით ან საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე? აი ქალბატონი იწერება, სავარაუდოდ როდის დაიწყებაო? ქალბატონო თინა, ჩვენ გვინდა დავიწყოთ უკვე ამ კვირაში დაკავშირება, აი თქვენ მაგალითად ამ კვირაშიც დაგიკავშირდებით, ხვალ გვექნება ზუსტი პასუხი, ასე ვთქვათ, ჩვენი ხელმძღვანელობიდან რა და როგორ ესე იგი რა დროში უნდა ჩავეტიოთ, ჩვენ პირველი ეტაპი, რომელიც ახლა იქნება, ვეცდებით რომ ჩავეტიოთ თქვენი, ესე იგი, რა ქვია, შვებულებაში გასვლამდე, ანუ 21 ივნისამდე. თუ ვინმე რაღაცა ვერ მოესწრება, რაღაც არ ჩაждდება რამე პროგრამაში, მერე უკვე გავაგრძელებთ, როდესაც გამოხვალთ შვებულებიდან, ანუ 1 სექტემბრიდან ისევ აღადგეთ ჩვენ ამ პროცესს. წლის ბოლომდე ჩვენ გაუთავებლად ვიმუშავებთ თქვენთან ერთად. კიდევ ერთი შეკითხვა მოვიდა, უბრალოდ იგივე, მადლობა ამ შეკითხვის დასმა მინდოდაო. პრინციპში, ვისაც დახმარება გჭირდებათ, კი ბატონო, როგორც კახამ ბრძანა, ხვალე გვეწოდინება უკვე, მაგრამ ვისაც შეგიძლიათ და არ გსურთ ან დახმარება რაღაცა, დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ, ხვალიდან შეგიძლიათ დაიწყოთ და იმ კეთების დროს მოგეხმარებით, რა თქმა უნდა, კეთებაში. ოღონდ ნახეთ, აქ ერთი პირობა არის რა. ჩვენ გთხოვთ, რომ 20 ივნისიდან ივნისის ბოლომდე, ან 20 ივნისისათვის შეგიძლიათ უკვე ეხლა თუ არჩეული გათ, თუ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტავთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, ესე იგი, რა ქვია, მოგწეროთ მიახლოებითი დასახელება რა პროექტზე აპირებთ მუშაობას, ესე იგი, სექტემბერი, ოქტომბერი. ხო, ანუ აი თქვენი სახელის გასწრევ რომ დავსვათ იქ, რომ აბა აი რომ ვიცოდეთ ჩვენც, რომ მოვემზადებით ახლა სასწავლო წლისათვის რა ტიპის პროექტების და განხორციელება იგეგმება და იქ ჩვენც რაღაცას მოვიფიქრებთ, რომ როგორ დაგიდგეთ გვერდში. ესე იგი, შეკითხვა შემოვიდა პირისპირ მხოლოდ თქვენ მასწავლებელთა სახლშიო, დასავლეთში ხომ არ იქნება შეხვედრებიო. იგეგმება ერთი შეხვედრა ქუთაისში, ხო? და მეორე შეხვედრა, ესე იგი, აჭარაში, გურიის მოწვევით. ქალბატონელისო, მე არ ვიცი თქვენ რომელ რეგიონში, რომელ სკოლაში ასწავლით, მაგრამ კიდე ერთხელ თუ მოგწერთ ან ჩაწერილი თუ ხართ იმაში, თქვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებით ერთ-ერთ ამ შეხვედრაზე, ესე იგი, რა ქვია, დასწრებას, ხო? ანუ ცენტრებად ვინაიდან მასწავლებლების რაოდენობა არის ამ შემთხვევაში გადაწყვეტი, რომ ჩვენი მივლინება იქ შედგეს, 3 ცენტრი გვაქვს აღებული ახლა ტრენინგების. ერთი არის თბილისის ცენტრი და აქ ბევრი შეხვედრა ჩატარდება. გასვლითი შეხვედრები ჯერჯერობით ესე გამოიკვეთა რაოდენობები, რაც ვნახეთ. ეს არის ქუთაისში რომ მოვიწვიოთ, ვინცაც იქ ქუთაის მასწავლებლები საკმაოდ ბევრნი არიან და სხვებსაც მოვიწვევთ, ვინც ახლომახლო არის.
და ესა რა ქვია ბათუმში ასევე ერთი შეხვედრა ხო და აი თქვენ რახან გინდათ რომ დასავლეთში იყოს აბა კიდე ერთხელ მოგწერეთ გინდათ ახლა და აი ქუთაისში მოგწერეთ ხო როგორც ვთქვი აგერ არის ქუთაისი კი ბატონო თუ თქვენ სხვათა შორის ქუთაისში ასწავლით ხო მას ვიზამთ რა ქვია მას ვიზამ კი ბატონო აი ხა აი აქ ამ ჩატში დარჩება ეს თქვენი ისენი და მე ამ ინფორმაციას გადავიტან მაშინ რა ქვია ჩვენ სარეგისტრაციოებში მე ლენტეხიდან ვარ ჩართული ლენტეხის სკოლიდან და ხო შემიძლია ქუთაისში რომ შევხვდეთ კი როგორ არა აი ხა აქ მაგალითად აი როგორც ახლა ჩვენმა კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი ხო მე ვისვე საუბრებოდი ბოლოში აი ლენტეხიდანაც თუ თქვენ აქ დაწერთ მე მინდა რომ მაშინ იქნებ დაწეროთ აქ ჩატში რომ აი მე ვარ ლენტეხიდან და თუ შეიძლება რომ ქუთაისში მომიწვიოთ და ესა რა ქვია მოგიწვევთ პირისპირ შეხვედრაზე შეიძლება გითხრათ კი ბრძანეთ კი ბატონო კიდევ ერთხელ მოგესალმებით უღრმესი მადლობა ამ შეხვედრისათვის ნახეთ მე სამეგრელო ზემო სვანეთში მუშაობ პროგრამით ვარ ასწავლე საქართველოს იქ აბაშის რაიონში და თუ შეიძლება რომ ქუთაისზე გამითვალისწინოთ პირისპირ შეხვედრაზე მანდაც დავწერე ახლა კი ბატონო აი აქ ჩატში ანუ დიალოგის ფანჯარაში ვინც განაცხადებს სურვილს ქუთაისში მოწვევას ამ ჩატიდან ჩვენ გადავიტან ჩვენ სარეგისტრაციო იმაში ჩვენ კიდე ერთხელ ალბათ დაკავშირდებით რომ დავწუნდეთ რომ ნამდვილად ესე იგი მოწვეული ბრძანდებით შეძლებთ მოსვლას როცა უკვე თარიღს შეგატყობინებთ კარგით მადლობა ბატონო კი ბატონო ნებისმიერ ინფორმაცია მოგწერეთ რაც დაგაინტერესებთ ეს პროექტებთან დაკავშირებით იქნება თუ საორგანიზაციო საკითხებთან მზად ვართ დაგეხმაროთ რა თქმა უნდა თუ შეგვიძლია თუ არა და გავჩერდებით კი ბატონო კიდე ხომ არ არის შეკითხვა ამოიწურა შეკითხვები თუ ამოიწურა შეკითხვები ერთი წუთით კიდე ერთი თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო ეხა გავაზიარებ ჩემ სამუშაო მაგიდას აი ამ ჩვენ შეხვედრების ჯგუფში აი ამ გაზიარებულებში აი გამოჩნდება ეხა ჩვენ ავტვირთეთ უკაცრავად ფიზიკის იმაში შევალ აღარ არის აი გაზიარებულებში ჩვენ ავტვირთეთ 3 წიგნი ნახეთ ეს არის ჩვენი სახელმძღვანელოები, ჩვენი შექმნილი სახელმძღვანელოები. აი მოდით გაჩვენებთ კიდე ერთხელ დავინახოთ რა სახელმძღვანელოებაზეა საუბარი. აი ეს არის ჩვენი გვერდი, ვებგვერდი. აქ არის ორი სახელმძღვანელო, Arduino სახელმძღვანელო 1, 2 და მესამე ნაწილიც ავტვირთეთ, რომელიც ჯერ აქ არ არის იქ თქვენ გაზიარებულში. მე გთხოვთ რომ დაათვალიეროთ გარდა ნუგზარისმიერ მოწოდებული იდეებისა ეს სამი სახელმძღვანელო ფიქრობ ესენის დაგეხმარებათ თქვენ გარკვეული პროექტების შერჩევაში. აი ამ სამივე წიგნში არის დაახლოებით 60-მდე პროექტი, იმიტომ რომ 20 პროექტია თვითონ. თვითონ წიგნში არის 20 პროექტი. ესე იგი შეხედეთ აი აქ, ესე კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი გაზიარებულში, აი აქ არის პირველი, მეორე და მესამე წიგნი. იმისი, ასე რომ აი ეს თქვენ დამატებითი რესურსი გადაწყვეტილების მისაღებად. თუ შეკითხვები აღარა გვაქვს ნუგზარ, თქვენ შეგიძლიათ ეხლა ნელ-ნელა დატოვოთ შეხვედრის ჯგუფი. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ და მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ იმას ვიზამთ, ერთი აქ დარჩება ვიდეო და ჩვენ Facebook გვერდზეც გავაზიარებთ ამ ვიდეოს და ესა რა ქვია, გამოთიშავ მაშინ მე ჩაწერას. მადლობა, გემშვიდობებით, გთხოვთ დატოვოთ უკვე შეხვედრა. მადლობა, კარგად დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის. დიდი მადლობა. მე თიშავ ჩაწერას. საინტერესო შეხვედრისთვის.